მადლობთ მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ვფიქრობ, რომ ის რაც დღეს ხდება საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რაც არის საინტერესო ხალხისთვის, ხო? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ხალხი ირჩევს ევროპაში მის მომავალს, იმიტომ რომ პირდაპირ იცის და დარწმუნებულია საქართველოს 10 მოქალაქიდან 9 იცის, რომ მისი ოჯახის, მისი შვილების კეთილდღეობა, დაცულობა არის დაკავშირებული სწორედ იმასთან, იქნება თუ არა საქართველოს ევროპული სივრცის ნაწილი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ამიტომ, როდესაც არალეგიტიმური პარლამენტის ეს ვიღაც ხალხი, მათი სახელები და გვარებიც არ იცის, ხო, უმრავლესობამ ჩვენ საზოგადოებაში, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკა აღარ არსებობს, პარლამენტი არის არალეგიტიმური და იქ წარმოდგენილ ხალხს საერთოდ არანაირი მანდატი არ აქვს მიღებული წარმომადგენლობითი, მათ შორის იმ დონემდე, რომ მათი პიროვნებაც კი უცნობია საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ ქართულ ხალხს შეასაღონ მაგალითად ის, რომ კობახიძე არ გამოაგდეს და ჩაუშვეს ტირანაში შეხვედრაზე და იქ ანბანის მიხედვით საფრანგეთი რო ზის საქართველოს გვერდში და ზრდილობიანად რომ მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტი მის გვერდში მჯდომ კობახიძეს, რომ ეს არის რაღაცა დიადი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, მე ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან ნათელი გახდა ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებით, რომ ეს არის ჩვეულებრივი საპნის ბუშტი და ცარიელი PR პროპაგანდა, რომელსაც ისევ ქართული ოცნება ცდილობს, რომ შეასაღოს საკუთარ ამორჩეველს. პირველ რიგში საკუთარ ამორჩეველს, იმიტომ რომ ისინი ყავს მოტყუებული ქართულ ოცნებას. რეალობა არის მარტივი. რეალობა არის ის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ დღეს, რომ ქართული ოცნება არის დღეს აცთენილი ევროპული განვითარების გზიდან, ამიტომ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პირველ რიგში სწორედ ქართული ოცნების ამომრჩევლების დაკვეთა, რომ ეს ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, შეუძლებელია, სანამ ეს პოლიტიკური დაჯგუფება არალეგიტიმურად მართავს ამ ქვეყანას და არის აცთენილი ევროპულ დღისწესრიგთან. ჩვენ ძალიან ნათლად მოვისმინეთ ეს გზავნილი. რეალობა ის არის, მათ ვიც ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ განუმარტავ, რომ ორმხრივი სრულყოფილი შეხვედრა კობახიძეს მათ შორის ტირანაში ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მოკავშირეებთან, გულისხმობ უნგრეთის და სლოვაკეთის ლიდერებთან და სერბეთის, მას არ ჰქონდა რაიმე სხვა ორმხრივი სრულყოფილი შეხვედრა. ამიტომ არანაირი შანსი, არანაირი სივრცე, არანაირი გადატვირთვის ურთიერთობების არ არსებობს, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვხედავთ რამ ხელმძღვანელობას ანიჭებს დღეს ევროკავშირი იმას, რომ საკუთარი სივრცე სრულად გაწმინდოს რუსული საცეცებისგან და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რაც რუმინეთში მოხდა, სადაც პუტინის პოლიტიკურმა პროექტმა განიცადა ძალიან დიდი კრახი, იმიტომ რომ დღეს ევროპის უსაფრთხოება მათ შორის არის დაკავშირებული განეიტრალებასთან პუტინის და რუსეთის საცეცების და ცხადია, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლება აქვს მიტაცებული პუტინის საცეცებს, მათ შორის არადემოკრატიული გზით, არანაირი გზა საქართველოს ევროკავშირში არ გაეხსნება, სანამ ჩვენ ამ პოლიტიკურ ვითარებას არ შევცვლით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ეფექტიან პოლიტიკას განახორციელებს. როგორი უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი პოლიტიკა ევროკავშირის, რომელიც უნდა განახორციელონ ჩვენმა პარტნიორებმა. წინა გადაცემაში ჩვენი სტუმარი ბატონი კახა გოგოლაშვილი საუბრობდა, რომ ევროკავშირსაც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც და სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის ამერიკასაც და დიდ ბრიტანეთსაც თავისი რესურსი აქვს ქმედებების და ეს რესურსები არის ამოწურვადი. თუ კი არად ჩააგდებს ოცნება სანქციებს, თუნდაც ფინანსურს, რომლის მოლოდინშიც არის ის, მაშინ როგორ ხერხდება რეჟიმის ცვლილება? ჩვენ გვართავს დღეს ავტოკრატიული რეჟიმი. ავტოკრატიული რეჟიმის ცვლილების მხოლოდ რამდენიმე გზა არსებობს. ისტორია სხვას არ იცნობს ყოველ შემთხვევაში. ერთი ეს არის ძლიერი სახალხო წინააღმდეგობა და სახალხო წინააღმდეგობით რეჟიმის შერყევა.
მეორე ეს არის ეკონომიკური საწყისების ჩამოშლა ავტოკრატიული რეჟიმის, ანუ ეკონომიკური მისი საფუძვლების იმგვარი შერყევა, რომ მართვის პროცესის გაგრძელება მათთვის გახდეს შეუძლებელი. მესამე ეს არის მათ შორის, ასე ვთქვათ, შიდა ჩამოშლის პროცესი რეჟიმის, ძალიან მნიშვნელოვანია ესეც. და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ამ რეჟიმზე ზეწოლის გასაძლიერებლად, იმიტომ რომ მეოთხე გზა, რომელიც არსებობს ავტოკრატიული რეჟიმების დასრულების, რომელსაც ისტორია იცნობს, ჩვენს ქვეყანაში არ არის რელევანტური, იმიტომ რომ მაგალითად აი პუტინის დასასრული ალბათ დადგება წაგებული ომების შედეგად, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს არ არის რეალისტური. ამიტომ სამი მომენტი არსებობს. ეს არის შიდა ზეწოლის გაზრდა, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გაზრდა და გაძლიერება. მეორე ეს არის ეკონომიკური ზეწოლა რეჟიმზე და სანქციები ამას ემსახურება და შიდა ჩამოშლა, რასაც ასევე ემსახურება სანქციები. მე თუ მკითხავთ, დღეს ჩვენ არ გვაქვს ათვისებული, ჩემი პირადი შეფასება არის ეს, ამ ზეწოლის ვერკეტების შესაძლებლობები, მაქსიმალურად კი არა, ჯერ ძალიან შორს ვართ იმ შესაძლებლობებიდან, რომელიც არსებობს ამ თვალსაზრისით ზეწოლის შესაქმნელად რეჟიმზე. ამ მიმართულებებით უნდა იყოს შესაბამისი მუშაობა. რა მიმართულებით არის სამუშაო, ქალბატონო სალომე, ქვეყნის შიგნით რომ დავიწყოთ. რა მიმართულება ბერა იცისა ვერც ხალხმა და ვერც პოლიტიკურმა სპექტრმა. პროტესტის ტალღა არის ძალიან ძლიერი საჭირო, ამიტომ 26 მაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნის ისტორიაში. მე მინდა რომ მათ შორის ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდო, რომ დღეს არ არის ის დრო, როდესაც ამ მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღის წინ არის ის დრო, როდესაც შეიძლება რაღაც განხეთქილების თემების შემოტანა ჩვენს პოლიტიკურ დისკურსში, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო და შესაძლებელია ის დროს მოვიდეს, როდესაც არჩევნების საკითხს კი, ნამდვილად, ჩემთვის გაუგებარია, პირდაპირ ვიტყვი, აბსოლუტურად გაუგებარია დღეს ვინმე თუ არ ვიცი რატომ მოსდის ეს, მით უმეტეს გამოცდილ პოლიტიკოსებს ესეთი შეცდომა არ უნდა მოსდიოდეთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვჭირდება ერთადერთი რამ კონსოლიდაცია საზოგადოებრივი წინააღმდეგობის. ეს თუ არ მოხდა და ეს თუ პოლიტიკურმა სპექტრმა მათ შორის ვერ მოახერხა და ამას თუ ხელი არ შეუწყო, ვერანაირი გარე ზეწოლა პირდაპირ გეუბნებით, რომ შედეგს ვერ გამოიღებს, იმიტომ რომ ავღწერე ტოტალიტარული სისტემა, ავტოკრატიული სისტემა რა ტიპის ზეწოლას ექვემდებარება და შიდა წინააღმდეგობის რესურსის გარეშე არანაირი გარე წინააღმდეგობა არ გამოიტანს შედეგს და მეტიც ის გარეთა ზეწოლაც არის დამოკიდებული შიდა წინააღმდეგობაზე. დღეს საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დღეს ჩვენ კარგავთ ძალიან დიდი ხნით, არ ვიცი, სამუდამოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნით კარგავთ არა მხოლოდ დამოუკიდებელ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრების შანსს, არამედ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების შანსს. საქართველოს ძალიან სწრაფად, ძალიან დაჩქარებული ტემპით ემსგავსება აბსოლუტურად ანალოგიას რუსულ-ბელარუსული მართვის რეჟიმის. ამიტომ აი ეს ვისაც არ უნდა 26 მაისს ჩემი აზრით ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში და მნიშვნელობა არ აქვს ეს ხალხი რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს, არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობს, არ ვიცი, ან ადგილობრივ არჩევნებზე, ან ზოგადად არჩევნებზე, ან არჩევნებზე აინტერესებს მისვლა, როდესმე თუ არ აინტერესებს, მაგრამ თუ ვინმეს უნდა რომ იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც მისი შვილი არ იქნება, მისი შვილის ერთადერთი არჩევანი არ იქნება, რომ ან გახდეს სისტემის ჯალათი და ემსახუროს ჯალათურ რუსულ სისტემას, ან იყოს ამ სისტემის მონა და მსხვერპლი, ან მესამე არჩევანი კონდეს რომ ქვეყნიდან გაიქცეს, აი ყველა ესეთი მოქალაქე 26-ში უნდა გამოვიდეს გარეთ. და კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს არ არის განსხვავებების დრო. ჩვენი ძლიერ საქართველოს პოზიცია რუსული სპეცოპერაციის ჩატარების დღიდან იყო, რომ ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ერთიანობას და მათ შორის შეიძლება ძალიან დიდი განსხვავებები გქონდეს ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორებთან დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ ამის გვერდზე გადადებისკენ მოუწოდებდით ყველას. ამიტომ დღეს თუ მეკითხებით, რა შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს, საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, მათ შორის 26 მაისს
ძალიან მრავალრიცხოვანი დემონსტრაციით, რომ არაპირებს რომ შეეგუოს ამ ქვეყანაში თავისუფლების საკითხს, არჩევნების საკითხს უფრო მეტად დავუბრუნდებით, უფრო წვრილად, მინდა 26 მაისის მნიშვნელობის ნაწილზე კითხოთ უფრო მეტით. რა საჩვენებს ყოველდღიური თუნდაც ზოგჯერ მცირე პროტესტის ფონზე ასეთი მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელიც პერიოდულად დედაქალაქში იმართება ხოლმე და რატომ არის ამ მასშტაბურობის პარალელურად 26 მაისის დღეს დიდი საპროტესტო აქციის გამართვა. დამოუკიდებლობის დღეს ეს მიანიშნებს, რომ ძალაუფლება ხალხის ხელშია რეალურად, თუ მასშტაბურობა მიანიშნებს კიდევ უფრო სხვა რამეზე, რომ ხალხი არ დაღლილა. ან დანებებას არაპირებს. ეხლა მოდი ცოტა გულწრფელები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ახლა აქ რაღაცა რევერანსების კეთების დრო, იმიტომ რომ დრო არ აქვს, საქართველოს დრო არ აქვს. ამიტომ ძალიან პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მასშტაბური აქცია არ ყოფილა დიდი ხანია და 26 მაისს ეს უნდა შეიცვალოს. 26 მაისს უნდა იყოს მართლა დიდი მასშტაბური აქცია. მართლა ყველა ქუძე კაცი და ქალი უნდა გამოვიდეს ქუჩაში. ეს თუ არ მოხდა, მარტივი არის. რეჟიმი ჩათვლის, რომ გატეხა წინააღმდეგობა, საზოგადოება შეეგუა, ვისაც არ უნდა ამ რეალობაში ცხოვრება, რომ ოღონდ გაცილებით ღარიბ, ღატაკ და უპერსპექტივო ჭაობში, რუსულ ჭაობში არ უნდა ცხოვრება. ის ხალხი ამ ქვეყნიდან ან წავიდა, ან წასასვლელად მოემზადება, ვინც აქ დარჩა, ის შეეგუა, რომ აი ამ ჭაობში როგორმე უნდა გადარჩეს რაღაც გზა მოძებნოს, რომ სიკვდილით, შიმშილით სული არ ამოძვრეს და გადარჩეს. და გატეხა საზოგადოება და გააგრძელოს რეჟიმმა ძარცვა ჩვენი ქვეყნის, ხო? იმიტომ რომ ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდე ვინც ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას ქვეყანაში. ჩვენ გვყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ერთი წუთით მაინც ადარდებს საკუთარი ხალხის ბედი და ავტოკრატიულია, ესეთი შემთხვევებიც იცის ისტორიამ. ეს კიდე სხვა საკითხია. როდესაც შენ ყავს კორუმპირებული ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ იმიტომ უნდა ძალაუფლების შენარჩუნება, რომ შენი ძარცვა გააგრძელოს, ეხლა აქ ჩვენ გვესმის, რომ მათ დასაკარგი ძალიან ბევრი აქვს. ამიტომ ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს 26 მაის დემონსტრაციაზე. და აუცილებლად სანამ დაგემშვიდობებით უნდა გკითხოთ, თქვენ ახსენეთ განხეთქილება სიტყვა და რომ ამ განხეთქილების შემოტანის დრო ახლა არ არის. რატომ შეიძლება იქცეს თვითმმართველობის არჩევნები განხეთქილების საკითხად? არ არის დროული ამაზე საუბარი, ამას ფიქრობთ თქვენ, თუ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები პოლიტიკურ პარტიებში. მე პირველ რიგში მინდა ყველას მოუწოდო, რომ საკუთარ პარტიას მიხედოს ყველამ და საკუთარ საქმეს. მიუღებელი არის, პირდაპირ ვიტყვი, ესეთი ტონით საუბარი ოპოზიციურ სხვა პარტიებზე. ჩვენ არასდროს არ მიგვიცია საკუთარი თავისთვის უფლება, რომ ესე გვესაუბრა, მათ შორის სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, რომელსაც შეიძლება არ ვეთანხმებით რაღაც გადაწყვეტილებებში და აქ არავის არ სჭირდება მით უმეტეს იმ ხალხისგან, ვინც თავად ვერაფერი ვერ გაგვაგებინა, მათი გეგმა რა არიან, რას აპირებენ, რას თავაზობენ საზოგადოებას, არავის არ სჭირდება მითითებები, ვინ როდის უნდა გააკეთოს განცხადებები. ძლიერი საქართველო არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარი დაუჭირა უამრავმა საქართველოს მოქალაქემ. და როგორმე ჩვენ თვითონ გადავწყვიტავთ, როდის უნდა გავაკეთოთ განცხადება, რა საკითხზე უნდა გავაკეთოთ და რანაირად. ვერავინ ვერ დაგვადანაშაულებს ჩვენ კონკრეტულად ძლიერ საქართველოს, რომ ყველაფერი არ გავაკეთეთ იმისთვის, რომ შექმნილიყო ერთიანი ფორმატი, ძლიერი ფორმატი ოპოზიციური კოორდინაციის. არ გამოვიდა ეს საკითხი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ესეთი ფორმატი არ შედგა, ჩვენ წინადადებებს რაღაც არ დაუჭირა მხარი სხვებმა, თვითონ ვერაფერი ვერ შესავაზა საზოგადოებას და ეხლა საკუთარ თავს უფლებას ნუ მისცემენ, რომ მითითებები მისცენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ვინ რა განცხადება უნდა გააკეთოს და როდის. ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ამ განცხადებებს. ამიტომ ამ ტონალობაში საუბარი უკვე არის კონფლიქტის ინსპირაცია. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს სურვილი ამაზე პასუხი და კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ყველას, რომ დღეს უნდა გავერთიანდეთ საერთო ამოცანების გარშემო და ესეც საერთო ამოცანად ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია 26 მაისს ძალიან ხალხმრავალი დემონსტრაციის და ხალხმრავალი პროტესტის ორგანიზება და ერთიანობის ჩვენება სხვათა შორის, იმიტომ რომ ეს არის მათ შორის საზოგადოების დაკვეთაც.
დაზუსტება. პრობლემა არის ტონალობა, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ანუ ტელეეთერით მიმართვა, თუ პრობლემა არის ის, რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მცირე ტექნიკური ხარვეზია, ვუკავშირდებით კვლავ სალომე სამადაშვილს. როგორც ვიცი, სალომე სამადაშვილი უკვე არის ხაზზე. ქალბატონ სალომე, მე გეკითხებოდით, პრობლემა არის ის ტონალობა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, სავარაუდოდ ტელეეთერით მიმართვას გულისხმობდით, თუ პრობლემა არის ის, რომ პარტიებს ჯერ გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არ აქვთ მიღებული. კვლავ არ ესმის ქალბატონ სალომეს ჩემი კითხვა, როგორც ჩანს ჯერჯერობით შეუთანხმებლობაა პოლიტიკურ პარტიებში, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. გესმით ქალბატონ სალომე თუ არა ჩემი ხმა? სამწუხაროდ ვერ ვუკავშირდებით სალომე სამადაშვილს, რომ ჩვენი დაზუსტებისთვის ეპასუხა რა არის პრობლემა ტელეეთერით მიმართვა, თუ უბრალოდ გადაწყვეტილება არ არის ჯერ პოლიტიკურ სუბიექტებში მიღებული. გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გვერდდება პირდაპირ ეთერში და მასთან განვაგრძობთ საუბარს. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით